რა სტატუსით შეუერთდება ნანუკა ჟორჟოლიანი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. ტელეწამყვანმა ფორმულა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მას პარტიის თავმჯდომარეობად შესთავაზა, თუმცა თავად უარი თქვა. ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას უკვე ყავს გამოცდილი ლიდერი თინა ბოკუჩავას სახით. მისივე თქმით, პარტიაში ინტეგრაციის შესახებ ჯერ მოლაპარაკებები არ დასრულებულა. სააკაშვილის გუშინდელ პოსტ დღეს სოციალურ ქსელში პარტიის თავმჯდომარეც გამოეხმაურა. თინა ბოკუჩავას თქმით, ის მიესალმება მესამე პრეზიდენტის ინიციატივას ნაციონალური მოძრაობის გახსნის, განახლების და რეფორმირების შესახებ. ბოკუჩავას თქმით, უამრავი გამოწვევის მიუხედავად ეს პროცესი აუცილებლად უნდა დაიწყოს. თემასთან დაკავშირებით დღეს კომენტარი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ანი წითლიძემაც გააკეთა. სიახლე ჩვენთვის ნამდვილად არ ყოფილა გუშინდელი მიხეილ სააკაშვილის პოსტი ნანუკასთან დაკავშირებითაც ჩვენ მივესალმებით, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ახალი კადრის შემოსვლას ნაციონალურ მოძრაობაში, იმიტომ რომ ეს ნაციონალური მოძრაობის სიძლიერის ნიშანია, როდესაც მიუხედავად რეპრესიებისა ნაციონალური მოძრაობა ივსება კიდევ ახალი კადრებით, მით უმეტეს ნანუკას შემართება და ნანუკას საქმიანობა პარტიისთვის იქნება ხელშეწყობი. მეც ანა წითლიძესაც როგორც პოლიცსაბჭოს წევრს უფლებამოსილება ამომეწურება სულ რაღაც რამდენიმე დღეში. შესაბამისად, ყველას პოლიტიკურ საბჭოს გენერალურ მდივანს, თავმჯდომარეს, აღმასრულებელ მდივანს, რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს ყველას ეწურება უფლებამოსილება, იმიტომ რომ ბოლო ყრილობა ჩატარდა იცით თქვენ საარჩევნოდ 2024 წლამდე. ვინსად იქნება ეს უნდა გადაწყვეტოს ნაციონალური მოძრაობის სამმართველმა ყრილობაზე და გადაწყვეტს ნაციონალური მოძრაობის სამმართველი ყრილობაზე. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში რადიკალური რეფორმებისა და პარტიის განახლების მიზნით ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი გუნდის შეერთება გუშინ დაანონსა. მისი განმარტებით ლიდერების პატიმრობის პირობებში პარტიას ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება სჭირდება.